გამარჯობათ, კაი ხალხო, როგორ ხართ? ესე იგი მე მინდა გამოვეხმაურო კომენტარების რაღაც ნაწილს, რა თქმა უნდა, იმ კომენტარებს არა, რა თქმა უნდა, ეხლა ვინც ილანძღება, იწყევლება, აქეთ მემთხოს ზრდილობას, როდესაც თავად რაღაც აზიზღრობებს წერს და საკუთარ ძღნერს ვერ ხედავს თუ როგორ ყარს. და მოდი დავიწყოთ ახლა დადებითი კომენტარების პატრონს მინდა უთხრა ყველას ძალიან დიდი მადლობა და ასევე მესიჯებში რომ წერთ პირადად არ პასუხობ არავის, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა დადებითი კომენტარებისთვის და დიდი პოზიტივისთვის და რაც შეეხება იმ კომენტარებს კიდევ ვინც წერს რომ რუსის ქალები ძალიან ლამაზები არიან და ძალიან დიდ შეურაცხყოფას აყენებს ქართველ ქალებს და ქართულ სილამაზეს. აი არ ვიცი ახლა როგორ მერე იტყვიან უზრდელობს, როგორ შეიძლება კარგად მოიხსენიო ეგ თავად განსაჯეთ და ასევე მინდა გამოვეხმაურო კიდე ისეთ ბინძურ კომენტარებს ქართულ გოგოებზე რომ ამბობენ ესე იძლევიან ეს ბოზები ესენიო რას არ აკეთებენო 1000 ბინძურესო და კიდევ იმ რუსის ქალებს რომ ამართლებენ და ესენი არ უზრდელობენო ესენი პატიოსნები არიან, ანუ რა დონის შეურაცხყოფას აყენებენ კიდე ქართველ ქალებს, როდესაც ადრე ოდითგანვე ქართულ მანდილს სცემდნენ პატივს. და ეხლა პატივსცემენ კი არა, საერთოდ უბინძურესად მოიხსენიებენ ქართულ ქალებს და ქართულ ტრადიციებს. ჩვეულებრივად აყენებენ ძალიან დიდ შეურაცხყოფას. ნუ რა ვიცი, თავად განსაჯეთ, მოდი მე აღარ ვიუზრდელებ, დავრჩები ასე. და ეს განათლებული, ეროდირებული და ასეთი, ხო, და არაუზრდელი ხალხი აი ესე დავტოვოთ. ფრთებით, მოდი თავიანთვის იფრინონ. წარმატებები.